ну, კუთხის ქვეშა ელევატორი ვისით და აღარ გინდა, ნახოთ ამ მხარეს, აი კუთხის ქვეშა. ისევ გავიმეორებ, ეს პირდაპირია. ანუ ეს ერთ სიტყვაშია, ეს ქმნის კუთხეს. ეგენ დამეცადნებო, კარგად. ეხა კუთხის ქვეშა ელევატორი შეიძლება ეს მოხრილი მხარე ნისკარტის რო იყოს გრძელი, ვთქვათ ეს ფეს თუ არყევ, ეს თუ არყევ, ვთქვათ კაცია უფრო დიდია და ფესები უფრო დიდია. ზოგი შეიძლება უფრო მოკლე იყოს. ვთქვათ გინდა წინა ეშვის კაცრავად ფრონტალური კბილების ფესვია. იმას ხო უფრო მოკლე ფესვები აქვს. მაშინ ცოტა ანუ არ გაგიკვირდეთ, ესენი არის ბევრი სხვადასხვა ზომის, ზოგი გრძელი ნისკარტია, ზოგს მოკლე. ეხა დავიწყოთ მასშები. ქვედა და ზედაპირის მასშები წესით ერთმანეთში არასდროს არ უნდა აღიქვას და გეტყვი. აი ესენი ზედაპირის მასშები, რომელიც პროცესორი ტრანსპორტი არ უნდა. ეხა დავაწყოთ და შეხედავთ, რომ ერთმანეთს აბსოლუტურად არ გაქვს. იმით რომ დავაწყო, რომ აქედან ხელავდა. ეხლა მე აღგვიწყობს. აი ნახეთ ბავშვებო. ეს ესე მოწოწო. ანუ კარგად იყო დაანებო თავი. მასალე გადაღება. ნახოთ ეხა ეს არის. ხო ერთნაირადაც წვია, სახელურები ერთი მიმართულებით დავაწყე. ის ქვედა ის ზედა. ეს ქვედა, ეს ხო რა თქმა უნდა ზედა. უკეთესად რომ შეხედოთ კიდე, მოდი ესე დავაწყოთ. აი ესე. აი ესე და ესენი ესე. ნახეთ? და ეხა გეტყვით, სახელურები ეხა ესე რო აწყია ყველას ერთნაირი აქვს. ნისკარტისებური მასშები, ყველა მასშების მსგავსად გააჩნია სახელური ჩამკეტი მექანიზმი და ნისკარტები, რომელიც ქმნის გარკვეულ კუთხეს სახელურების მიმართ. აი ესე რომ დავიჭირო ეხა მე, აი ვთქვათ ზედაყრის მასა, ხედავთ? განსხვავებას ყოველთვის მიყვება. ეს რა მასაა? პირდაპირი მასაა. პირდაპირ ერთ სიტყვაშია. მოდი ავიღოთ ეს ისებრი მასები. აი ხედავთ? დავისთავად, ყოველთვის მოხრილია. ხედავთ? დია. ანუ ყველა ქვედაყრის მასა, აი ნახეთ, აი ყველა ქმნის ნისკარტები რაღაც მარტს არა, უფრო ბლაგ კუთხეს. ნახეთ ბავშვებო, აი ესენი დააწყვეთ. კი, განსხვავება რა თქმა უნდა ხდებით და არც აღერება. ესაა ქვედა, ესაა ზედა. ანუ სახელურები, ჩამკეტი მექანიზმი და ნისკარტები სახელურების მიმართ ქმნის კუთხეს. მოხრილი მასა, ანუ ნისკარტები, მასა არა, ნისკარტები. ეს ახარანაირად უნდა აგერიოს ზედაყრის მასში. გასაგებია, წესით არ უნდა აგერიოს ხო. ეხა საკითხავთ განვიხილოთ. მართლაც კი ვიცნობენ მასა ატოჩარი. ხო, ქმნის კუთხეს. გარკვეული კუთხით არის მოხრილი. აი მასა ნისკარტისებრი თანმხვედრი ნისკარტებით. ნახეთ? აი ნისკარტები მიდის ერთმანეთთან წვერები. ეს გამოიყენება ფრონტალურ კბილებზე. ანუ რომელია ცენტრალური გვერდითი საჭრელი და ერთი წუთით ეშვისაც ეხება ოღონდ უფრო გრძელი ნისკარტი აქვს, რადგან ეშვის ფესვები უფრო ესე იგი მას შეიძლება ეს დავაფიქსირო ეს გამოიყენება თანმხვედრი პირი ფრონტალური კბილების ამოსაღებად ქვედა ყბაზე. ასევე რადგან ეხება წვერები ერთმანეთს, ფესვები სათითაოდ თუ გინდა რომ ამოიღო, შეგიძლია ეს მასა გამოიყენო. განსხვავება ეს მასაც ბევრნაირს რა მხრივ ნახავ, იცი რომ ეს ნისკარტები ზოგს ეხა უფრო გრძელი აქვს. ეს ერთი გავიარეთ. ეს ხო შეიძლება მოგადოთ გვერდით. შემდეგ. აი აგერ არის იმის ეშვისთვის, იმიტომ რომ მქონდა და ხა ამას როგორ გავს? ეს ცოტათი გავს? ცოტათი კი ერთნაირი ამას უფრო გრძელი ნისკარტები აქვს. აი ხო. გრძელია. რომ ეს ამას ამითი მარტო ეშვის ამოღება შეუძლია. ხო, ეს რო ადებდება, გრძელი კბილია ეს არის. ყელიდან ცოტაზე ჩაცდება. ყელიდან ფესვის კედა შეიძლება გადაგიტყდეს. გასაგები, ამიტომ ეს ყოველთვის უფრო ზედაყბაზე პირდაპირი მასა. აი, პირდაპირი მასა, ხოდა ეშვისთვის ხო უფრო გრძელი ნისკარტებია და ფრონტალურ კბილებზე არ სჭირდება ამ ხელანის ლოყები, უფრო მოკლედ შეიძლება იყოს და ეს შენ უნდა გააჩნია რომელ კბილს იღებ, იმის მიხედვით დაარჩენ. ანუ ეს ეშვის, ეს ფრონტალურების, ეს ეშვების. პრემოლარების და მოლარების მასა. არა თანმხვედრია, ნახეთ. ხედავთ, ესენი არიდება ბოლომდე ერთმანეთს, მაგრამ ზედაპირები იმიტომ გითხარით, სადა რომ არაფერი არა აქვს. დიახ, ამასაც სადა ზედაპირები აქვს, ამასაც.
მაგებთან ამაზე ყველას მაგას რაღაცა მას. და ქვეტას. ეს ეშვზე ანუ მოტეხილი რო არ აქვს გვირგვინი მაშინაც შეიძლება და თუ რომ მოგვიტყო გვირგვინიან კბილებზე ალაპარაკი, ხო? მოტეხილით მე რა მოტეხილზე რა. მოტეხილზე თუ ნაწილობრივ მაინც არის გვირგვინი დაადებ. დაადებ. თუ მარტო ფესვებია, ფესვებზეც თანხმოთს გამოიყენებ ამოსაღებად. ეს არის ესე იგი პრემოლარების მაშა, რომელიც არის არათანხმდრი, ნისკარტისებრი და სადა ლოყები აქვს, არაფერი არა. მოლარების ქვედაყბაზე მაშა, არათანხმდრი, მოლარები უფრო ეს ნახეთ უფრო დიდი ადგილია, უფრო დიდი საღეჭი ზედაპირები აქვს. ოღონდ ნახეთ, ორივე მხარეს აქვს წვეტები, მოკიდეთ ხელი და ნახავთ წვეტები რო შეგერჯობათ. შუაში ამ ნისკარტებზე აქვს, აი გვერდიდანაც გახედა ვეტყობა. ეხლა რატო აქვს ეს წვეტები? მე თავიდან ახსნის დროს გითხარით, რომ ყველა მაშა იმეორებს კბილების ანატომიურ ფორმას, ხო და თავისებურებებს. ქვედაყბაზე მოლარები რამდენ ფესვიანია? ქვედაყბაზე მოლარები სამფესვიანია? ორფესვიანი. ზედაზეა სამფესვიანი. ზედაზეა სამფესვიანი და პირველი პრემოლარია კიდე სამფესვიანი. ხო, ანუ ვინაიდან ქვედაყბაზე მოლარები არის ორფესვიანი და განლაგება მედიალური დისტალური აქვს, ამიტომ ნაჭდევში რომ დაფიქსირდეს კარგად მაშა, გააჩნია წვეტები. კარგად ჩაჭიდოს. ხო. ფიქსაცია, მყარი ფიქსაცია. ვინაიდან ორფესვიანია და მედიალური დისტალური განლაგება აქვს ფესვებს, ამიტომ აქ წვეტები. ზედაყბაზე წვეტი რომელ მაშას აქვს? მარტო ვესტიბულურზე. რომელ მაშას აქვს? ხისტისებური მაშას არა. მოიცვას. პირდაპირ. და რა გამომეკითხა ეხლა დღეს? არა, რატო არ ვიცით, მას ესე ახ დავიბდნენ ჩვენ თორემ. იპასუხებთ. ეს სამსახეობად ხო იყება, ხო იყო. ქვედაყბა, ზედაყბაზე წვეტი რომელ მაშას აქვს? წვეტი რომელ მაშასაც აქვს. იმით ვიღებთ მოლარებს. კი ბატონო, რომელსაც არ აქვს ვიღებთ მაშა წვეტი. საი რატო აქვს წვეტი? წვეტი, იმიტომ რომ წვეტი იყოს ვესტიბულურ მხარეს. რამდენ ფესვიანია? ზედაყბის მოლარე ის სამფესვიანი. სამფესვიანი, ორი ფესვი საით არის? ესე არის მას. ლოყისკენ არის. ლოყისკენ, ამიტომ წვეტი ლოყისკენ შეიძლება, რომ ფიქსაცია. იმიტომ რომ იქ ორი რატო გვინდა რომ შევადარო, ქვედაყბაზე მოლარე ორფესვიანია. მედიალურად და დისტალურად და ამიტომ წვეტები აქვს ორივეს იქ სასის მხარეს. არა აქვს წვეტი ეს ისე მაშა. იქ ზედაყბაზე მედიალურად დისტალურად არის და სასის მხარეთაც არის ფესვი. დაიმახსოვრე? კი, ეს უსფად დავიბერე. და მომეცით ის მაშა. ამას არ ვიცი რატო ქვია, მე ვერ ვამსგავსებ, მაგრამ უნდა დაიმახსოვროთ, ჰორიზონტალურ სიბრტყეში მუხრილ მაშას ეძახიან. რომელსაც იყენებენ მერვე კბილების საექსტრაქციოდ. აი ნახეთ რაღაც, აი ამ ადგილში ხედავთ განსხვავებას. ხო, დავიმახსოვრეთ, მას არა მინდა ის რთული. ჩემთვის ჰორიზონტალურს არ გავს, მაგრამ და ქვია ჰორიზონტალურ სიბრტყეში მოხრილი მაშა. ნისკარტები აქ იგივე, მაგრამ ნახეთ სხვანაირად არის მექანიზმი აწყობილი, ხედავთ? ყველას ასე იქნება? ხო, ხედავთ? სევიდა მხრიდან ნახე. აი ახლოსაც ნახეთ, არ გიკლებს. ამაზეა საუბარი. ამაზეა საუბარი. აი ეს არის მოლარების და ეს არის მერვესი. მერვეც მოლარია, მაგრამ ეს არის მერვესი? მერვესი. წვეტები თავისთავად. და კიდე მერვეს ვიღებთ სიგნისպես რითი თქო ლეკრუზეს. ლეკრუზეს ელევატორი. ხოლო სხვა მოლარები ესეთი ვარია. რომელი ლეკრუზეს ელევატორი არის წინში რომ გაჩვენ. ხო. ეგ არის მერვეზე. ქვედაყბის სიბრძნის კბილებზე ამას. ეხა ვიმეორებ. ვიმეორებ, მათხოვეთ ეგ მაშინ. ყველა მაშინი და საერთოდ რომელია რისთვის გამოიყენება ესე ვთქვა. ესე იგი, ქვედაყბაზე ფრონტალურ კბილებს ვიღებთ ნისკარტისებური მაშა თანხმდრი. თანხმდრი. ეშსაც ვიღებთ ნისკარტისებური მაშა, ოღონდ უფრო გრძელი ნისკარტები აქვს. შემდეგ ესა პრემოლარებს ვიღებთ ნისკარტისებური არათანხმდრი, ოღონდ იცოდეთ რომ სადაა ნისკარტები. მოლარებს ვიღებთ ნისკარტისებური მაშა არათანხმდრი წვეტით. ორივე მხარეს წვეტი ვიღებთ მოლარებს. მერვე კბილს ვიღებთ ჰორიზონტალურ, აი სიბრტყეში მოხრილი მაშა. ასევე რა შეიძლება გამოვიყენოთ ლეკრუზეს ელევატორი და ეს ქვედაყბაზე კბილების და ფესვების მოსარყევად ვიხმართ რომელ ელევატორს? პირდაპირ. მოიც აუვიჩქარე. გვერდით ელევატორი. ქვედაყბაზე მოხრილი რო იყო. რა ქვია? გვერდი კუთხის ქვეშა ელევატორი. გვერდითი არ ქვია, ის კუთხის ქვეშა.
სხვათა შორის ტესტებში არის რუაურიო თავზე ახლა ცოტა მაინც არის ის სწორი მაშა არ არსებობს ბუნებაში სწორი მაშა ასეთი სწორი არაგერიო პირდაპირ მაშაში სწორი არ ქვია პირდაპირ მაშა ქვია თუ იქ წერია სწორი მაშა რაღაცა ისე პირდაპირ ანუ სწორი ახლა უცებ შეიძლება იფიქრო ესე ორივე ყველა ერთ ციკლშია სწორი ქვია მაგრამ არ ქვია მას ქვია პირდაპირ ეს თანხმოდებები არის ხო? ეგ არის გამოიყენება ეშვისთვის დიახ გაიგეთ ხარ და ეს ეშვისთვის გამოიყენება ოღონდ უფრო ცოტა პატარა ცენტრალური კბილები პატარა ეშვია შეხედე თუ დიდია შეგიძლია ისეთ ფრონტალურ კბილებზე ფრონტალურ კბილებს ესეც ეხლა რა მაინტერესებს მოდი უცებ მინდა კითხოთ როგორ გახსოვთ ზედაყბაზე პირდაპირ მაშას თქვათ იღებ პირველ ვიღებ ცენტრალურს თუ გვერდით საჭრელს რის მიხედვით აარჩევ ორივე პირდაპირია ფრონტალურს ხო აი თქვა ზედაყბაზე ეხლა მინდა პაციენტს ამოუღო თქვათ ცენტრალური კბილი ან გვერდითი ორივე შემთხვევაში უნდა ავიღო პირდაპირი მაშა მაგრამ რამდენიმეა ეს პირდაპირი მაშა ან ერთია მაგრამ შეიძლება არ გამოგადგეს და მოითხოვოს სხვა პირდაპირი მაშა ლოყების არა ლოყა სიფართე ნახეთ ცენტრალური კბილი ფართე გვირგვინია ფართე ლოყა უნდა და აი ეს ეხა მაგალითად გვერდით საჭრელისთვის ძალიან კარგია მაგრამ თუ გვერდით საჭრელს ფართეს დაადებ ნახე ეს გადავა ამ კბილსაც მოარყებ ან გვერდით კბილსაც მოარყებ ანუ ამის მიხედვით გაარჩევ ხო სწორია ლოყის ნისკარტები ანუ უფრო ლოყები აქვს ზედაყბის მაშინ ნისკარტებს არ ეძახიან ქვედაყბის ასე ეძახიან უფრო ნისკარტს ამას უზახიან ნისკარტს არ გავს ნისკარტს ფრინველის ნისკარტს ხო ყვავის ნისკარტს სხვათა შორის ლიტერატურაში ქვედაყბის კბილი ადრე შეიძლება შეგხვდეთ ადრინდელი იმიდან ეწეროს ხო ყვავის მე ყავს ყვავის ნისკარტს მივაღწევ და ნისკარტისებრი მაშინ მეთქი არ გაეცინოთ ბავშვებს თქო არა მაინც ახლა ბავშვები ისე არიან დამემები აღარ ეცინებათ ავიგეთ ბავშვი გაიგეთ ეხლა იმას აგერ არის ყველაფერი დაფიქსირებული ეხლა ესე ზეპირათის მაგრამ რო ერთხელ მაინც რო წაიკითხა უკვე კარგად ეს ადვილია ძალიან თან ცოტაა ძალიან ცოტა აბა წიგნიდან ისწავლე თუ არ ცოტა არა ეხლა აქიდან ჰორიზონტალურ კუთხეში მოხრე ჩავამდა შუა ის შემაშინ ამ მასშტაბზე რა ეხლა ჰორიზონტალური კუთხესაა ჩავამდა ამ მასშტაბის დაზეპირებას ისე შემაშინ წიგნიდან ანუ სასწავლო ისეთი რთულია ეს კარგი მეთოდია ჩვენსაც ვაკეთებთ მას გადაღება რომელი გადაღება ესია და ეხლა მე უბრალოდ გაჩვენოთ და გითხრათ წადიდა გაფანტულად წერია და შეიძლება ძალიან აგები ეს არის მეშლება ბაიონეტზე კი არ ვიძახე არ ეს აი ესაა ბაიონეტი ეს არის ხიშტისებური მასა მაშა ორივე ეს არის ბაიონეტი და ეს არის უნივერსალური ესაა თქვენ ზედა კაცო როგორ ეს არის პრემოვარები ხო არა მერვე კბილები ჩატეხილი თუ აი ამით მე რომელმე რო სიბზნის კვეს ამოიღებ ზედაზე როგორს ჩატეხილი ხო გვირგვინიას და ამით ჩატეხილი და იმის მოშლილოც იმიტომ რომ ფესვების ფორმაცაა ხო საახლოებით ანუ მაგითი ჩაში ამას უფრო გვირგვინზე დასადები მაშინ ფორმაა ზედაყბაზე შეგიძლია რა მოიღო კიდე ფესვები ამის ფესვები იმიტომ უზახიან მას უნივერსალურს ბაიონეტი იმ მეორე ხიშტისებრი მაშა მომრგვალებული ფართოლოყები და არათანხვედრი მარტო შეგიძლია დაედება მარტო ზედა მერვე ანუ სიბზნის კბილს ოღონდ გვირგვინი აქვს გვირგვინი რომელსაც სხვა მოლას ვერ დაადებ მოგიწევს დავდებით სიტყვაზე დავადებით სიტყვაზე მოგვიწევს კარგად ვერ დაადებ დანაკლისს არ ვერ დაადებ დავიწყეთ ამით მერვეკვლის ამოღებაზე და ხაზა მოგვიტყდა უნდა შევცვალოთ რა თქმა უნდა გვირგვინით მოგიტყდა ვეღარ ამოიღებ მე დაგვეხმარება ეს კი ბატონო ეს შეიძლება ბავშვებო მაგისაც შეიძლება ნამკურნალები კბილები დაბჟენილი სუსტი დასუსტებული ყიფია ხო ამიტომ ზედაყბას არ მიწერია ნიკა ალიარები მყავს და ცოტა ვარ მოწამლული საგრაფარების ერთ სამი თვია. ისე მაგრა ხმაურობ თუ ეხლა რამეს თუ დავლებ, თორე უკვე გაბრუებული ვარ. ერთი რაღაც მინდა გითხრათ. არა, მე დავი.
ერთი რაღაც დაიმახსოვრეთ. საერთოდ მე გართულებებს როცა გასწავლით, უკვე ექსტრაქციის გართულებებს, მაგრამ წინასწარ გეტყვით, რადგან მაინც დაინტერესებულები ხართ, რომ კბილების ჩატეხვას გვირგვინია თუ ფესვი ყველაზე ხშირად იწვევს ერთი არასწორად შერჩეული ინსტრუმენტი, მეორე არასწორად ჩატარებული ექსტრაქცია, იგივე ელევატორით არასწორად მორყევა, ანუ ტექნიკური უზუსტობა. მაგრამ ეხა მეორე ვარიანტი. შესაძლებელია ზუსტად აარჩიო ინსტრუმენტიც კარგად და ყველაფერი ტექნიკურად ჩაატარო კარგად, იყო ძალიან გამოცდილი და კარგი გამოცდილებადაც არ არის ეხა თუ არ დაიწყებ გამოცდილი არ ხარ, მაგრამ კარგადაც აკეთებ, მაგრამ ჩატყდა. ამას კიდე იწვევს უკვე ხშირად შეიძლება ადვილად ჩატყდეს სხვათა შორის ზედა მეოთხე, მეექვსე ნამკურნალები, დაბჟენილი კბილები, რომლებიც გვირგვინები უკვე არის მყიფე. ამიტომ ეგ არ ნიშნავს, რომ ცუდი ექიმია და ვერ იღებს კარგად. ბავშვების კბილზე როცა არის დაჩირქებული არის კბილი. გასაგებია. ბავშვის კბილს როცა ავიღოთ, მაშინაც საშიშია რომ უფრო არა, ბავშვის კბილი არაფერი შოშია. სამძევე კბილი საერთოდ ფესვი არა აქვს და თვითონ ბავშვის კბილსაც ყიფე უფრო არ არის. მე ვამბობ, თუ კბილი არის. ხო, ანუ არაჯანსაღი. რამდენჯერმე დიდი ხნის წინ ჟენით ნამკურნალებია. თქვენ ხო იცით რომ კედლები დათვალებული აქვს, კბილები ყიფიანი ეს ხო ქვედა ფრონტალური კბილებისთვის. ეს თანხმდები ქვედა ფრონტალური კბილებისთვის. ეს არის ეშვებისთვის. ხო. ამას უფრო ესეც ეშვებისთვის. პრემოლარები. ეს არ თანხმდება თვითონ. ეს ხო პრემოლარი. არა თანხმდია. ლაშა ზოგიერთი თამაშებსაც ეს კარგი მასშტაბია, მაგრამ ნახე ზოგიერთი ახლა პრემოლარისთვის შეიძლება ცოტა უფრო გაწეულიც იყოს. გაიგია პრემოლარი რა ხელა, რა ზოისა. თქვა მე უფრო პატარა მაქვს, შენი უფრო ფართე ზედაპირი აქვს. და არის თქვა, ოღონდ არ ეხება, ოღონდ სადა უნდა იყოს აუცილებლად. თორე შეიძლება ცოტა ადგილი იყოს, შეიძლება უფრო მეტი. გამიგე? არ ედება ბოლომდე და სადა. ანუ შენ ამ ზომამ არ ყველა არ მოგატყუოს. თავარია რომ ბოლომდე არ მიდის, მაგრამ შეიძლება ზოგი მაშა ნახო, ცოტა უფრო ფართე ადგილია, ზოგი კიდე უფრო ფართე. შეიძლება იხელა პრემოლარი აქვს, ეს აიღო, აი არა, მაგარი ვარ დავაბნოს და შევხედო ამის სადა. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს სადა.